სალამ ქალამი. თეონდელი საღამო დაიწყო მშვენივრად, ნიკუტა მელია გააკავეს. ნიკუტა გვარამია არ არის? ნიკუტა ყველა ნაცინიკა არის, ნიკუტა. ჩემი აზრით. ნიკუტას დაჩმორებული ნიკა. ნიკუტასაც მალე ვნახავთ ჩვენ. რეალურ ნიკუტასაც. თუთახაში ნიკა მელიას შექმნელებისგან მე ვნახავთ კინოს ნიკუტა გვარამია ძირეში. ვინც ყველა გირაოს გადახდაზე იტყვის უარს. იმის გამო დაკისრებულ გირაოზე რომ რეალურად სახალხო სამართლიანობის აღმდგენს კომისიაზე მისვლაზე აცხადებენ უარს. შესაბამისად მე ჩემ აზრს ვიტყვი ჩემი აზრით ნიკა მელია აპირებდა ხვალ ალამუთი ორის მოწყობას რაღაცა სიგიჟეს აპირებდა და უბრალოდ მე კი ამოძირკვავდი თალგამივით საიდანღაც და გამოფხაჭლიდი კედლიდან მაგრამ პრევენციული ძალიან მეცოდება კამერა ისეთ წამებაში მოუწევს ყოფნა როგორც აპლოცკის წაჭამაზმა სერიოზული დებილი ვეულებრივი დებილია დოდო არის დოდო მე რამდენად წააგო დოდოზე კაცის ჰობი არის წაგება ანუ დებილი გადაწყვეტილებების მიღება ანუ ამდენი ხანი გეგმა თუ შენ რასაც ამბობის ვერსია სწორია ესე კი ალამუთი ორი ამდენი ხანი გეგმა და უცბად მოუძებნეს სოლუშენი რომ წინათგით დაიჭირეს და ეს წინათგით არ დაუჭერია დღეს არანაირ წინათგით არ დაიჭირეს 12 საათამდე უნდა მაინც დაიჭირეს რამდენიმე საათით ადრე ადმინისტრაციულად მოკლედ ამას კანონიერი ეხა ზის და ესე ფიქრობს ეს როგორ ვერ გავთვალე და ეკნებოდა უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ დოდო მზე ადამიანი რომელიც პუფიც არის ჰობი აქვს ისეთი რომ მინუს ნიშნით გააკეთოს რასაც დაგვირდება დღესაც ამ შემთხვევაში აღმოჩნდა აი თავის პოლიტიკურ ჰაბიტუს აგებდა იმას რომ მე მოკაჩავე ბიჭი ვარ ხო და წინასაარჩევნო იმებზე ინტერვიუებზე გვარამიას ერთ საათს მივიდა ყველგან გვარამიან დემონსტრაციულად დააჩმორა და ეს თავდახრილი იჯდა და გუბაზას როგორც თვითონ უპადლესებდა ეგ მაგპადლესებს იღებდა ნუ მაგაზე რა უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ კაცი როგორ უნდა დაუძახო მაგას საერთოდ თვითგამოწყდა თან თავისთავად პუფი თვითონ უწოდა გასულ მასე მეტი ნაგრი ადამიანი მიშა სააკაშვილი გამოჩნდა და ჰოის საკურველება რა ილაპარაკა გავუშვით ეს მასალები და ის გამონავს შოუმის საფრთხე ფაქტორსა შეიძლება არის ინერგია საფრთხე მოხდი ინგლისში როდის და სამწუხაროდ და მე მომჯობია წავიკითხოთ. ესენი წარმოუდგენლად გაზოლოდნენ მე რა სულელი ვიყავი რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში ფულს არ ვაკეთებდი. მოდი თავიდან ბოლომდე კაია. მასამართლე რაღაც ფულის გაფლანგვაზე. ათეულობით მილიონი სახელმწიფოს ბიუჯეტის ფული არის რაღაც ფული. ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯებისთვის, ან ჩვეულებრივი საპრეზიდენტო ხარჯები არის, რა ქვია, სტრიპტიზიორები, კბილებით, მასაჟისტები, იმაზე თინა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი აიბონა, აიფონი და ბავშვის სწავლის. როცა ჩემ შვილს და აი აქ თავარი სიჩათლახი უყურე ბოტოქსი. აი რა ტიპი რა ჩათლახი არის შვილი სად შემოყავს შეხედე. დღესო ეხლავ ჩემ შვილსო ნიჟარაძეს ენატრება ცალკე ოთახი იმ ბინაში რომელშიც ცხოვრობს. ანუ იმენ ერთ ოთახი ხრუშოვკაში არიანო ზმაო და რა ქნა. მაშინ ფარშელოვში ვიუხდა. მაიამის მეგობრებო, დედამის, მაგის დედას რა უთხარი, ქალბატონ დედას. ძალიან ბევრი ბაითი და ამაზე 10-ჯერ მეტი უძრაობა აქვს ქვეყნის სხვადასხვა ადგილას. გაყიდოს 5000 კვადრატული მეტრი სადღაც და უყიდოს ორ ოთახიანი ბინა. ეხლა შვილი მიშას ეს იმასო ჩავიკითხოთ ბოლომდე. მე რა სულელი ვიყავი რომ საქართველოს ხელისუფლებაში ფულს არ ვაკეთებდი? აბა ბიჭო აბა. ანუ სულელი კი არ ვიყავი, ეს იყო და არის ჩემი მრწამსი რომ არც შეიძლება საკუთარი მით უმეტეს ღარიბი ხალხის ხარჯზე გამდიდრება. არა. არ შეიძლება ქონების, ტყეების, მიწების მითვისება დედამისა ყველაფერი გაკეთებული. ეს რა ფსიქოლოგიური და ემოციური манипуляციის რა ტიპი არის რა? იმდენად უტიფრობა უნდა გააკეთო და თქვა რომ მართლა დაფიქრდეს ადამიანი რომ როგორ ამს ეხლა აი არ ვიცი რომ ნაცისტური პროპაგანდის ფუძემდებლური აქვს იმდენად უტიფარი რაღაცა უნდა თქვა რასაც სალსახად აკეთებდი და შენზე ეს აი შევარდა კალიგულა შეიძლება შეეძლო აი მაგალითად ჩემი ცხენი არის პარამესო აი მაგალითად ხო იყო შევარდნის ხელისუფლების პერიოდში ქრთამი პრობლემის გაის ნაწილი ხო და იმ პერიოდის იმანო თქვას რომ ნუ მაგას როგორ ვიკადრებდით გაიყო ქრთამის ნაწილი უფრო სწორად ხო რო თქვა რომ ამას როგორ ვიკადრე ერთი ფაქტი მოგვიყვანეთ თავსო რა
აი დაახლოებით მაგ კალიბრის სიგიჟე ხა ელიტარული კორუფცია არსებობდა და სხვა შორის გაის პერიოდის კორუფცია იყო საყოველთაო. მევა იყო ჩართული, რა თქმა უნდა, და ეს იყო ისეთი ეს იყო მანიაკალური კორუფცია, სადაც ვიღაცის მანქანა მოეწოდებოდა და ჩამოაერთმევდნენ რა, საწყა. მიშა სააკაშვილი. ხარიბი, გაიზე გავხსნა დღეს მაგას მოგყვა ერთხელ გაგვაჩერა რა გაიშნიკლა და ფული არ ქონდა, პურის თონის პურის ყუა მივეცით და გაგვიშვა. მე მაგ ჭაობიდან გამოგატირა სააკა. ეხლა და დასასრული, სულელი კი არ ვარ. უყურე, სულელი კი არ არის, აბა ვინ არის? ამიტომაც მაქვს ხალხის მხარდაჭერა და სიყვარული საქართველოში და მის ფარგლებს სერიოზული მხარდაჭერა. ასევე მხარდაჭერა აქვს პატა ბურჭულაძეს და გაუშვით ასევე პატა ბურჭულაძე ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტზე გაუშვით. ნუ რა შეეხება ეხლა შიდა პოლიტიკას, რაცაც ის ატარებს, ჩემთვის ცოტი კი არა, კარგად გაუგებარია. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ადგილზე აი ეს სიარული და ხვალ ამას უნდა გავაკეთოთ, უნდა მოვიფიქროთ, ეს უნდა წავიდეთ. არც ერთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმის ცდილობაც კი არ გამიგია მე პირადად შეიძლება ვწდები და ამიტომაც მე როდესაც მას ვაკრიტიკებაც არა მე მას არ ვაკრიტიკებ იმიტომ რომ მან იცის თავის საქმე რაც საკეთებს მე უბრალოდ მინდა რომ იყოს კონკრეტული ნაბიჯები აი ყურე ჩვენ შევიქმნით არც ორგანიზაცია ვართ არ დარეგისტრირებული არაფერი ეს რუსთაველის გამო ჩვენ რა ხალხი ვინც დავდივართ იქ და ვაპროტესტებთ ამ ჩვენ უკვე ვგრძნობთ ანუ ას კაცი ეს ნაკაცარი ეს მიუსაფარი ბავშვების მოპარვით გამდიდრებული დედა აფეთქებული პუტინისტვის მომღერალი ბიჭო პუტინისტვის სიმღერა კიდე ერთხელ ვამბობ ჩემთვის შენთვის რა შუაშია ძო ვინ უდგას ამას ოფენიარზე ტაში ვინ დაუკრა აი ეგ არის ან დროშის დაფსმას დაუკრეს დროშეს და რუსეს დროშას ტაში დაუკრეს და მაგის მერე გამოვიდა ტიპი რომელიც პუტინს უმღეროდა და იმასაც ტაში დაუკრეს ანუ ერთდროულად უნდა რომ რაღაცა კონდეს რაღაცაში და სული 60-ში და არ გამოდის ეგ რა აი ეგეთი ადამიანები არ მევასებათ თორე მარინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რო იყო რა თქმა უნდა იქ პუტინიც შევიდოდა სმუტინიც შოიგუს და შოიგუს ყველა იყო რუსეთის ისტებლიშმენტის წევრი მე ეს ადამიანი მეორე დღეს ჩამოდის აქ და ვიღაცა ციკლიანებს ტას უკრავს რომლებიც მე ვარ საქართველოს მღერი რასაც შენ ლაპარაკობ ეს დისკურსი რა ანტირუსული ისტერია რომელიც ამათმა შექმნეს რაღაცა ციგიჟე საიდანღაც მოტანილი სიგიჟე და აგერ მეორე ფიგურანტი ყავს ელენე ხოშტარია რომელიც სხვა შორის აქტიური ბენეფიციარია არა აქტიური ბენეფიციარია რუსული გრანტების და შემწეობების ხო და ეს ანტირუსული ისტერია იყო და დამთავრდა რა ხალხო მე ყველაზე კმაყოფილი ვარ ამით იმიტომ რომ ბრაზი მახრჩობდა რა პროსტა რატო დამთავრდა არა დამთავრდა ვიღა უსმენს მაგათ ეხა გიჟები გამოდიან არა მე ამ ჩემ ფეხებს კიდე თუ გამოდიან და არა რა იყო რომ ყველას ამუნათებდნენ მაგალითად რომ იანდექს ტაქსით არ შეიძლება მგზავრობა და არ ვიცი ყველაფერი იყო რუსული რაც კი შეიძლება აი რამეში თუ გააკრიტიკებდი და თვითონ შეეძლოთ გადაცემა მიეყიდათ რუსებზე ფული აეღოთ კრემლიდან პირდაპირ რუბლები აეღო მაგალითად ლაკა ხოშტარიას პატა ბურჭულაძეს იმინად პუტინისტვის ემღერა და ნუ შენ არ ქონდა უფლება ვაფშე ტოლსტოი რო წაგეკითხა და ხო აი ესეთი სიგიჟე მორჩა და ეს ჩინკები ჩავახრიალეთ რა მიდის სწორი დინამიკით ბრძოლას შიგნით პროტესტ პირველ რიგში სანქციებს პოლიტიკოსების პრინციპულ პოზიციას მოაქვს პირველი ნიშნები შედეგების სისტემა ნამდვილად ირყევა მაგრამ მოერყევა სისტემამ შეიძლება ტაქტიკურად პირიქით რაღაცა მწვავე ნაბიჯებიც გადადგას თუმცა საბოლოო ჯამში გარდაუვალია რა თქმა უნდა ანუ შესაბამისად ეხლა რომ აი ამ ნაგლობის პასუხად რასაც deep state და მისი გარე აგენტები აქ ჩალინჩობენ რომ სწორად აკეთებს ხელისუფლება და სტავკებს წევს აი დააკავა მელია კიდე ბევრ დააკავებს კანონიერად ხოლმე და ვისაც ეკუთვნის და სტავკები იწევა ანუ არ უშინდება ამ შემოტევებს ეს თურმე არის რყევა მაგრამ ამ რყევის დროს შეიძლება რაღაცა რისკი გააკეთოს და ცოტა ხანში ეს რყევა გაჩერდება ჭარბი რეალობა რა კარგია ჭარბი რეალობა ქალთა რაგბი ეთამაშა ქვეყანას მაინც გამოადგენდა რა ქალთა რაგბი არ შეიძლება რომ არსებობდეს შეიძლება დიდი ბოდიში ეს არის რა ქვია ირაკლი კობახიძე უნდა ვახსენოთ აუცილებლად რა თქმა უნდა ჰა რა თქმა უნდა ხო ნუ აი ხო გვეუბნებიან რომ
საერთაშორისო იზოლაციაში. ეს მაგარია. ხო გვეუბნებია რომ ესე იგი დღეს დაწერა ვიღაცამ საშინელი ამბავი უნდა გამცნო შავა. ხო რა არის? იცი შენ საქართველოსდან რა გადის ერასმუს. და იცი რომ ეგ ფეიქია? იცი რომ ფეიქია ერასმუსმა დაწერა თვითონ რომ არსად არ მივდივართო კაცო ფეიქს ნუ ავცელებთო. ერასმუსის ოფიციალურმა გვერდმა დაწერა. ნიულავი მიჯო ახლა არაფერი არც იქ დარჩენით მოგვემატება და არ გასულ დაგვაკლდება, მაგრამ ისე რა მაინც. იმპერიის თეორია სად ისწავლოს მე თინა ჩამოსულმა ბავშვმა. ერასმუსის ეგიდით სწავლობს იმპერიის თეორიას? ბიჭო, ერასმუსი არის რა ვიცი, ხო? ერასმუსი არის გაცვლითი პროგრამა არის, კი ბატონო. იმაზე დაიწყე საუბარი და არ გავაგზავნოთ. არა, ეს ვიტყვი რა, გაცვლით პროგრამა. პრემიერის ვიზიტზე. ტრამპმა რომ ყველა უცხოელი სტუდენტისთვის ვიზის მიცემა აკრძალა და მორჩა დამთავრდა ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში, თუნდაც ქართველი სტუდენტების მიღება, ეგ როგორ ყველაზე დიდი ამერიკული უნივერსიტეტს გაუჩერა და დაფინანსება. როგორ არის ეგ? აი ეგ რა ხდება? უბრალოდ მაინტერესებს. ხო, დღე კონსერვატორულ პლატფორმაზე, სადაც ირაკლი ყობახიძე იყო ერთ-ერთი მომხსენებელი, მას წინ უძღოდა უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის გამოსვლა და ეს იყო ალბათ მიღოს ხო არ მახსენდება მსგავს თუ მახსენდებათ მითხარით ევროპელი ლიდერის და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პრეზიდენტის ევროკავშირის მთავარი ფიგურანტის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთადერთი ევროსკეპტიკი რომელიც საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები, არის ირაკლი ყობახიძე, პირდაპირ ტექსტია. ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა და დაამარცხა ყველა. ქვეყანაში მოიტანა უმსხვილესი ეკონომიკური ზრდა. ამ ქვეყნის 20% არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი. გახდა ძლიერი და წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში. ხო. ამაზე ეს ევროპა არ არის. არა. ამაზე ამბავი ხო ატეხეს რა. არა და ყველაზე დიდი ევროპა. აი, ოპოზიციურ მედიაში როგორ გაშუქთა, რომ პროპუტინელ ორბანს ხვდება და ეს არის პუტინისტური ქვეყნების ლიდერების ფორუმი. და უყურე და რა მოხდა დღეს არ ვიცი ნახეთ თუ არა. ტრამპმა ჩაწერა ვიდეო მიმართვა, სადაც ჯერ დააფიქსირა პატივისცემა ამ არსებული ფორუმის მისამართით და მხარდაჭერა და პატივისცემა, რომელსაც ჩვენები უწოდებენ რუსულ მოკავშირეთა ერთობას და განსაკუთრებით ამოღო ორბანისადმი პატივისცემა და სიყვარული. სადაც მე ორბანმა დაპოსტა, რომ ტრამპი ჩვენ ხარ საბათ ჩვენ წინააღმდეგ ვიღა ხართო რა. კი ბატონო. ხაბეიშვილი გაუშვით. აჰა, მაგალითად ამის საპირწონედ რასა იუკნევიჩიენი ასაფორტებს ნიკა მელიას. რომელი უფრო დიდია. მალე არა ხვალეთ. რასა თუ ზეკრო გამოიეროს ხვალ დაკავებულები. აი ზუსტად. პრავდა გაზეთში არის გახვეული. აი ესეთი შუტკები უნდა უთხრათ. ნუ ეხა ორბანი არის ისეთი რა ქვია ყველაზე გამოკვეთილი ესე ვთქვათ ანტი-ისტებლიშმენტ, ანტისისტემური ძალა, რომელიც ფიცოც რა თქმა უნდა, მაგრამ იკონი და ვთქვათ სიმბოლო არის ორბანი რა, ევროსკეპტიკური და ნამდვილი ევროპის, რომელიც უპირისპირდება ბრიუსელის ელიტარულ დიქტატურას. ჩვეულებრივად მოიხსენებს მსგავსი სახელწოდებით და ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ სუვერენული უფლებები სახელმწიფოებს ჩამორთმეული აქვს და ესე იგი ურსულად წვეთს რა და როგორ გავიდეს, სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ყველაფერი წაშლილია ამ შემთხვევაში და ესეთი კალიბრის და ესეთი მნიშვნელობის ტიპი, აი ესე აქებს ჩვენ პრემიერს და რა ვიცი. და ამაზე ამბობენ პროპუტინ, ვაი ამათ პატრონს. განცხადება ჯო უილსონის განცხადება მელიას დაკავებაზე ოპოზიციის უკვე გამოეხმაურა? ოპოზიციის სრული აკრძალვა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა ჩინეთს მიხიდონ. ანუ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩინეთმა და ამერიკამ თითქმის დაასრულეს გარიგებაზე საუბარი და ეხლა უკვე ამერიკამ რატო უნდა კონდეს წარმოდგენა? ფულს ურიცხავენ და აკლიკავს. რა დაჟე ტექსტი. მე რუსეთი რა შვება? რას ხვდება? ანუ ჩინეთს თუ უნდა მივყიდოს. რუსეთის მართული ხელისუფლება ჩინეთზე როგორ იყიდება ერთი გავაგებია. რატო გადავიდა და ამერიკაში ჩინეთს უფრო მაგრა გაიჭირავენ, იმიტომ რომ იქ უფრო ტერია რა. ვაფშე რო თქოს რომ ირანს უნდა მიყიდოსო? არ ჯობია. კარგად იჭირავენ ამერიკელი ობივატები. არა, ბევრად ჯობია თქვას რომ ირანი ყიდულობს საქართველოს. ირანს
არა, ჩინეთი და რომელიც ამან ხო, მაგრამ ბოლო პერიოდის აი პროპაგანდირებით, ბოლო პერიოდის თქვათ იქაური დღის წესრიგით საგარეო მთავარი მტერი არის მათი ჩინეთი. იქნებ ხანში შესული კაცი რა ხან არის? სამს ვერ იმახსოვრებს რუსეთი, ჩინეთი და ირანი. რაც მოდის თავში იმას ამბობს. ხო, ეგეც შეიძლება. გაუშვათ, აბა ეხლა ჩვენ მეგობრებო, აბა ნიკამელია გაუშვით, აც უკვე დაკავებული, რას ამბობდა დაკავებამდე. ბრძოლა ბოლომდე სად თუ არა აქ არის ახლა საჭირო და შენმა თანამებრძოლებმა, შენმა თანაგუნდელებმა, შენმა ოჯახის წევრებმა, უცნობებმა, ნაცნობებმა დაინახონ, დარწმუნდნენ, რომ შენ ჯერა შენი ბრძოლის. მეწუნეთ ეხლა გადახდა შესაძლებელი იყო. მაგრამ მე მჯერა, რომ ამით კი არ ვდრგუნავ უამრავ ადამიანს, ახლა პოლიტიკოსები ვართ, ყველა ყავს ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები, არ ვიცი, მესაკნები არ მითხრა, ხო, თანამოაზრეები. ამით მათი ჟინი და мотиваცია იზრდება და ოპტიმიზმი ახლა მე მოვდივარ. ერთი შეხვედი და ცოტა ხნით შევიარე ოფისში, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ახლა გვიყურებენ ალბათ. მათი мотиваცია გაზრდილია. ყოველ ჯერზე იზრდება და არა მხოლოდ მათი, იმიტომ რომ ისინი ხვდებიან და რუსთაველზე დგომი და არა მხოლოდ უამრავი სხვა ადამიანი, რომ ეს ადამიანები ბრძოლაში ბოლომდე წამსვლელები არიან. მეც მჭირდება ჩილისპლაცლეთ პამაგუ მე მგონი ეს ჩალიჩოს ნანუკამ თავის დროზე რაც იჩალიჩა იმ აქციაზე რო საშშულდა და ცოტა ხნით შევა ეხა ისევ ციხეზე ძალიან ისევ წყნარად ჩვიდად იჯდება იქ რაც იქ წაიკითხა ტელევიზორს უყურებს დაისვენებს დაიკლევს ფორმაში ჩადგა ხო გასიუდა კაცი და იქინე გამოვა ისევ ისე просто მე ისო გასუქდება რა აზრი აქვს. არა, მე გეტყვით როგორც არის რა. ესენი ციხეში ხო არ მიდიან, ესენი მიდიან ადინოჩკაში. ადინოჩკა ციხე არ არის, ციხე არის სოციალური ორგანიზმი, სადაც თანასაყრელს, პატიმარს, ოფში თემაში უნდა რაღაცა უთხრა იმან გითხრას და რაღაც თავი გაიტანო. ეს არის ციხე, კლასიკური გაგებით. ესენი გადაკეტილები არიან, ესენი. მეორე არანაირი დეკაბრისტული გამოხტოვები ამათ არ აქვს. მაქსიმუმი რაც ამათ შეიძლება მიესაჯონ, რასაც ედავებიან იმ მაქსიმალური ციხე ერთი წელია სანქცია და 6 თვეზე მეტი არ ამგონია რომ მიესაჯონ. მაგრამ აი როცა კომისია დაასრულებს მუშაობას, როცა კომისია გადააგზავნის მასალებს როგორც ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად აი ამ ვირიშვილებს აკრძალავს, უბრალოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას ყალებში აუგზავნოს. აი მაშინ იქნება სხვა ამბავი, სხვა სპექტაკლი და ასე შემდეგ. ცოტნე კობერიძე, აბა ნახოთ ვინ არის. არის ის რაღაცა, რომელიც ამის ხალხის სახელით ისაუბრებს. არის თუ არა პრეზიდენტის იგლის შეკრებილი ერთობა, რომელსაც მე ეგრე არ უყურებ, რომ ეგრეა, იმიტომ რომ ახლა დღეს ყოველდღე სხვადასხვა განცხადებებს ვნახულობ საკრებულთან დაკავშირებით არჩევნებზე გასვლა, არ გასვლა. აქ პატიმრები შეიძლება დღე-დღეზე მოემატნონ და დაემატოს. ის ხალხი, ვინც უნდა პარკის მაგიდაზე შეიძლება დაჯდეს, ხო? და ვინც უნდა იყოს ციხეში ზის, ხო? ამის ვაზე ძალიან რთული გარემო. ხო, აი ეს აზე მოსვლას განაგზობს, მაგრამ გაიჭედა. ამას სჭირდება განვითარება. ვერ მოყვებით თქვენ მაგბიჩი ნარატივში რომ ეს და ის ამის პაძერები რაღაც გამოკეთებაში რომ წამოიმართა. მე კაკრას გონია რომ წამოიმართა. და დაჩუტის თელობები ჯერ არ მაგას ანუ ვერ მოყვება თქო რა მაგ ნარატივს შენ გონია რომ ამ შალო ატყოს ბრიგინის ტენდენციას და მე მგონია რომ ისევ დაჩუტული არის რა ზმაო ჩვენს მაგრად ვლაპარაკობ და ნუ პორნო სიტყვები ნუ წამოგხსნება ხალხი მოდი გავუშვათ გახარიას პაროდისტი მართლა ირაკლი კუპრაძე ახლა ქემოკლიძე პაროდისტი კი არა ვინ არის იცი რომ გახარიას მაგივრად დვაინიკი დადის კი და მონოპოლია აქვს მაგას ვაფშე ყველას იგზალავს ბოდიგარდი უგიჭირავს კი ბატონო ეგ არის ვიტნი ჰიუსტონისთვის რაც არის კევინ კოსნერი ეგ არის გახარიასთვის მე არ მგონია რომ ეგრე დამთავრდეს მათი ურთიერთობა მაგრამ გავუშვით მე არ ვიძახი იმას რომ სისტემა ისეთ დონეზე რაღაც ტექტონიკურ ყევას განიცდის რომ აი ხვალდაზე ჩამოიშლება არამც და სისტემა მაინც კონსოლიდირებული არის კლასიკური ვერტიკალური მმართველობის ანუ სტრუქტურაზე რაც იმას ნიშნავს რომ ანუ რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირი ხარ შენ ინიშნები ლოიალობით და არა კომპეტენციით და შენ გეძლება მანდატი სწორედაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შენს ქვემოთ დანიშნო ლოიალობით და არა კომპეტენციით. ხოჩა, წვიანია. ეს ძალიან კარგია. ეს სწორი აზრებია. აი ესე თუ გააგრძელა, რაღაცას მიიღებს. რაღაცას
Pravda გაზეთში გახვევს. ეხლა ბოლო ვინდა იცი რა მაინტერესებს ეს ვინც მოგცა ჩვენ. ვინა? ანუ ვინ ვის მერე არის გასაშვები. პატა მანჯგალაძე და გიორგი გუგავა ერთად ვინ დააწყვია. რა კარგია. პატა მანჯგალაძე ცემა გუგავა არ გახსოვს. ხოდა სპეციალურად დაცინვა. სპეციალურად ნიკო ჯერ პატა პატა და მე პატას ნაცემი ბატონო გავშინდეთ გუგავა. პოლიტიკაში ვარ, მეც ვიცი რისკენ არის ეს ყველაფერი. თქვენ ახლა ამოცანა არის ამოცანა რიტორიკის რომ ოპოზიციაში არის არეულობა, ოპოზიციაში არის გაუგებრობა, ოპოზიციაში არის დასაწყობა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ არეულობა, ქაოსი და ოპოზიცია დაასტოპეთ კომფორტივით რო ეცას მოусმენდი თუ რა არის? დაასტოპეთ და პროსტა გაუშვით. ანუ კაც ჰაბიტუსი აქვს განადგურებული იმით. ამას ადამიანი როგორ უნდა ენდოს? ხალხი როგორ უნდა ენდოს, რომ ეს სწორგზაზე წაიყვანს ვინმეს? არა მართლა მაინტერესებს შეხედები რა ამისგან კაი განათლების მინისტრი არ დადგება მე დისპეჩერი უფრო მევასება სხვათა შორის არა ეს მაგრამ გუგავას ხო აი ეხა ამის ნაცემი გაუშვით ამა როგორ ცემა ისე ბიჭო და ხახივითაა ხო ხახივით არის ისიც ეხა ყავდა ნაცემი გუგავა დურაბიშვილის ეს გამოსვა თქვენის როგორ მხრიდან როგორ არის შეფასებული დაჟე ერთ გადაცემაში ყოფილა გზავნილი თუ არაფრის მომცემი ხედავ ეს ერთვება რომ იქ კიდე არ დაეყარათ ხო მეც პირდაპირ გიპასუხეთ არაფერი განსაკუთრებულის მომცემი აქ მთავარი მომქმედი ასე ვთქვათ პოლიტიკური სუბიექტი დღეს არის ქართველი ხალხი ის საერთო სახალხო წინააღმდეგობა რომელიც მიმდინარეობს ქუჩებში და ამავე დროს არნახული მხარდაჭერა დასავლური ქვეყნებისაგან, მოკავშირეებისაგან, სტრატეგიული მოკავშირეებისაგან, რომელიც გააჩნია ამ მოძრაობას და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა გადარჩეს. რა გვეშველება ხალხო, მართლა პრობლემაა დიდი. აი, მე გუსვად ოპოზიცია არ ყავს კი არა, არ ყავს დაბლა არის. არა პლინტუსი არის ჩასული. ანუ როგორი ხალხია, იცი, უბრალოდ დებილები. ადრე, აი ხა მე რა მიყვი, იცი? ადრე რაღაცა ჭკუა ხო მოეკითხებოდა, თუნდაც 10 წლის წინ. მელია არასოდეს არ ყოფილა ვარსკვლავი, მაგრამ პუფი როცა არის ხო. რაღაცა შედარებით რა თქმა უნდა. ადეკვატურს ბაზრობდა ხო? ვინ? მელია ამასთან შედარებითაც ეხლა არის რა. აბა მითხარი ერთი ადეკვატური მელია. ანუ აი ხა ეგრე ზართულია, მაგრამ მე ერთი გამახსენდა ეხლა. ერთ-ერთი ადეკვატური. უბას რო გაუტრაკა. არა ძმაო. მანდაც ნიჩესნად გაუტრაკა ძმაო. გაუნდოდა საწყალი გულბოზისგან. მაგარ რო თქვა რომ ტყუილა ვატყუებთო რა ჩვენ ხარდამჭერებსო რომ აი ხვალ მოვდივართ ხელისუფლებაში და ვაკო თავიო რომ ვაყირავოთო და მიშა მაგაზე რომ მოსთხოვეს რომ თავისუფლების მოედანზე ბევრი ხალხი იყო შედარებით და რატო არ ვამხობთ ხელისუფლებას რომ წად და დაამხიო მე ვერ ვაკეთებ ამას და არ ვაკეთებ ეგეც ხო იყო რა დაემართათ ვინ არიან მეგობრებო მართლაც პრობლემაა რომ ჩვენ საერთოდ ოპოზიცია ესეთ ქვეყანაა რომ არა დიქტატორული დემოკრატიულ ქვეყანაში აღარ არის ოპოზიცია. და ესეთი რამ ისტორიაში უნიკალური რამ ხავს რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც ლეიბორისტული პარტია არსებობს 3 ათეული წლებია და არც ერთხელ ამ პარტიას არც მშრომელების პრობლემებზე უსაუბრია, არც ეკონომიკური და სოციალური პაკეტების შეუთავაზებია კანონმდებლობის დონეზე, რომ აი ამის გამო აგვირჩიეთ. მე დარწმუნებული ვარ ერთი რამ დაგავიწყდება. და საერთოდ არსებობს რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ვინც არის ის ისე გამდიდრდა რომ ხელისუფლებაში საერთოდ არ მოსულა და მილიონერი გახდა და ეს რა თქმა უნდა მოხდებოდა როცა პარტიას საკუთარ ოფისს და საკუთარ სახლს მიაქირავებს რა ჭიჭკინათეოზე ქონდა და აქეთ ვალსადებს რომ იაფად გაქირავებს არა მოდი და ამაზე ცოტა რომ ისვილს ჭამა არ უნდა ამაზე ცოტა რომ განვარცოთ ეს დიდი პრობლემაა მეგობრებო ეხა ჩვენ რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ამათ ჩვენება უკვე მომბეზდა. ერთმანეთზე იდიოტურ რაღაცებს იძახიან. აი ჭარბი რეალობა მართლა შეიძლება ბევრი რომ ილაპარაკო, ესეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა. თვით დარწმუნების თემა. მართლა გონია თუ რემბო ჩამოვა რემბო შავი ქორის დესანტი, რომელიც სულად დამთავრდა ძალიან იმაში აფრიკის ქვეყანა, რა ქვია, სომალიში, მარაკეშში და დამთავრდება აქ წაიყვანენ ქართული ოცნების მე დამიჭერე ყველას დაგვიჭერები და ესე მოხდება ესე რო არ ხდება ამო მე რომ აი რეჟიმი ირყევა მაგრამ არა საკმარისად როგორ არ ირყევა მაგრამ აი ცოტას დარჩა მე ბიჭო ლეივისილსი უნდა და ეგ არის დავიწყოთ მეგობრებო ჩამოთვალოთ პატა ბურჭულაძე რომელიც არის აბსოლუტური იდიოტი
მე ხო ვიცნობ მაგტივს მე ხო მქონია მაგასთან აკრედიტაციის გარეშე გავხდე ჩამოყალიბებული პენსია რა შენ აფაზე ოპოზიციის კოლექტიურ ინტელექტს არა უნარები არა აქვს არ შეუძლია აი თამადა ვერ იქნება ძალიან შინაურ სუფრაში რა დავაბრალე თამადობა ადეკვატურია იდიოტია ჩამოყალიბებული იდიოტია არის პატაბურჯო არ არსებული საფუძვლებით დაფინანსებული არიდან დაფინანსებული რევოლუციის მოწყობას შენ ჩამოთვლი არაფერი არ ჭირდება მარტო ყველაფერზე წამსვლელობა და წყალთავია არც მაგი არ შეუძლია მე მეორე ვიღავ კიდე ლიდერად ის გიჟი ბებერი ხალი დედაბერი კუდიანი ქართული რო არის ის ფრანგული არ ვიცი იცის თუ არა არც ერთი ენა რო არის ის ვერ მეტყველებს მართლა მადიანია ხალი მერდა კი ბატონო რომელიც არის იმდენად აროგანტული, რომ ქართველი ხალხი ქართველ ხალხთან არ ასოცირდება, საერთოდ ქართველი ხალხი ჩვეულებრივი უბრალო ქართველი ხალხი ვერ აღიქვავდა მას თავის პრეზიდენტად. არის კეკელკა, თავში ავარდნილი, რა ვიცი, თავიდან ბოლომდე ცრუ და ტყუილი ხალი. აი ეს კიდე რა ვიცი, ვინ თქვა, მელია, პუფი ეხლა რომ დაიჭერდა, ყველა რო ფეხებზე დაიჭერდა. ზატო ერთი იმენა კაცი ყავთ, მაგარი კაცი. ხაბეშვილი, გვარამია. გვარამია მგონია რომ რაღაცა მაიმუნობს რა ვერ ითამადებს ბავშვს ვერ მონათლავს რაზემება კი არის გვარამია გეთახმები გვარამიას აჭარუს ვერ იცის გვარამიას როლი აი მოდი ესე ვიტყვი რა გვარამიას როლი ერთ-ერთი მათთვის რავალჟამერ შენი აზრით გვარამია რომელ ხმას ვღერს მენ არ ეკ აკუეს მოდი იცი რას გეტყვი გვარამიას როლი ანუ ტევე პირველი კი არა ის თავარში დახურვაში შესასწავლია კი რა თქმა უნდა აი გეუნებით რომ შესასწავლია რა გამოსობით მისი არის აი არ ვიცი რა მოხდა მან რა ხო ჭამა რა თქმა უნდა ჭამა გაძღა აი ხმა რა მოუღია არანაირად არ შეეწინააღმდეგა დირექტორად ის გაბუნია დებილი უბრალოდ რეებს ლაპარაკობს ქუხნაში ვითომ რა სიგიჟეებს ხო აი გარი უპატრონოთ რომ დატოვებს ტეს ზუსტად ეგ მოხდა რა რაც მოხდა თელი პოზიცია ხა აგინებს გაბუნიას და ის გოგო რო არის რა ქვია მამისეიშვილი დედისეიშვილი ხო და გაბუნია გვახარიას გადაცემაში შვილი რო იყო ანუ ესე იგი არ გამოდგა გაბუნია გაიაზროვნე გეუბნები მაგადაცემაში არ არიან მოძრონიშვილი მაგადაცემაზე ჩვენ მაგრა ვიღათ ხო ძალიან კარგად ვიღათ ამეთქო მაგ გერი არ ყველაზე გერი და შვილი არა კიდე ერთხელ რა მეგობრებო კიდე ერთხელ ვამბობ რა აი ყველაზე მაგარი საეჭო ტიპი არის ამ ისტორიაში რა თქმა უნდა გვარამია რომელმაც შემოჭამა გარშემო ყველაფერი რასაც ხელი მოკიდა ყველაფერი დაალპარა საერთოდ ფული იმენა როგორ ფული უყვარს მეც მიყვარს და ყველას მიყვარს არა იმას ისე უყვარს არა რა შუაში ყველას უყვარს ეგ სხვა საკითხია იმას ისე უყვარს აფუჭებს საქმეს ბანძი მიდასი არის ხო ეხوادაქცევს რასაც ეხება ხო ალპობს ყველაფერს რასაც ხელს კიდევ ის არხი ხო დაალპო კი რუსთავიორი ხო დაალპო მაგან რომ თავის დროზე სადაც როცა იყო დედაუტირა ისტორიჩკების ბრბოდ გადააქცია და აეხა სწორად კანონიერად რა აეხა არ არის ისნა მაგრამ ნუ კანონიერად წადურბად დადასტურა ეს რო გააკეთა უცებ ავარდა რეიტინგი მოთხოვნა იყო მართლა ეგ ოპოზიციონერზე რატო გაითიშა რატო აი ეგ არ უნდა გამოიყენოს ოპოზიცია ბიჭო მათ შორის იმის წვლილიც დიდი იქნება იმიტომ ზაზა უქუაშვილი აი ხო ხდება ფულთან მიმართებაში როგორ იქნება კაც დაწერილი აქვს რომ ალიმენტი არ გადაიხადა თავის ამა ჩემს კალზე არა ეს სასამართლოს კიდე დოკუმენტებიდან არის პროკურატურის დოკუმენტები მე გავაკეთე ის ხო კალზე რომელიც უნდებოდა რომ შენგან არ ორსულადო ალიმენტი რო არ გადაიხადა თქვა რომ ამა ჩემისგან არის და არა ჩემგანო ხო დნმ-ით რომ ამოსულიყო თანხვედრი ამბავი ეთქვა რომ ჩემი არა მამა ჩემის ხო და იქნებ მარამი ორგიას ტუთემებში გვარამია კი ფსკერია და ნაძირალაკაცია და ფულთან მიმართებით გვარამია კაცი ყველაფერთან მიმართებით დობა არ შეიძლება მაგრამ მასზე ნაძირალა არის შენ დუიაკეს გამოდის ხო მათი რა დუიაკეს მათი პარტნიორი ამაზე
მამა მოდი. გუიაკი არა. შაშისე. მოდი. დავაი მამა მინდი და შემოვა. კაი, დაიამ. ზური კაცი. შეარტყაკები და თუ ძალიან გამეცინა მეგები. კი, სხვათა შორის ესე იქნება რომ არ არის გამო. მეგობრებო, ვინც უყვარს. ორ შაბათს შევხვდებით ერთმანეთს. კარგი უკვე. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.